ეს ალბათ ერთ-ერთი უკანასკნელი კადრია, სადაც ჩანს თუ როგორ მოძრაობს მატარებელი ბეჟათუბნის ვიადუქზე. ვიადუქი ფრანგული სიტყვაა და აღნიშნავს გრძელ და მაღალ საყრდენიან ხიდურ ნაგებობას. ეს უზარმაზარი კონსტრუქცია ვრცელ ხეობაზე გადაჭიმული ორნაწილიანი სარკინიგზო ხიდია. მდებარეობს სოფლების, მოლითის, ბეჟათუბნისა და ანიულას სასაზღვრო ტერიტორიებზე და შესაბამისად ყველა სხვადასხვა სახელსეძახის. მისი ოფიციალური დასახელებაა მოლითის სარკინიგზო გზაგამტარი. ვიადუქს გარდა სარკინიგზო ფუნქციისა, გამოკვეთილი არქიტექტურული და საინჟინრო ღირებულებაც გააჩნია. 2025 წლის დეკემბერში საქართველოს რკინიგზამ ლიხის ქედის მონაკვეთზე ეგრეთ წოდებულ შუა დერეფანში ახალი სარკინიგზო ინფრასტრუქტურა აამოქმედა, რის შედეგადაც მატარებელი აღარ შედის წიფის სარკინიგზო გვირაბში და აღარც ბეჟათუბნის ვიადუქზე გაივლის, იქ სადაც მატარებელი ყოველ დღე 130 წელზე მეტი დროის მანძილზე დადიოდა. ვიადუქის ორივე ნაწილი ამიერკავკასიის რკინიგზის განვითარების ფარგლებში 1890-იან წლებში რუსეთის იმპერიის მმართველობის ეპოქაში აშენდა. მთლიანი რკინიგზის მშენებლობა მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20 საუკუნის დასაწყისში მიმდინარეობდა. ვიადუკი იმ ეპოქისათვის შესანიშნავი საინჟინრო მიღწევა იყო. ის დღესაც საქართველოს რკინიგზის ისტორიის მნიშვნელოვანი ნაწილია. ამის დასტურად ნაგებობა თითქმის ყველა ვიდეოში და საიმიჯო ფოტოებზეა გამოსახული. ხიდების საერთო სიგრძე დაახლოებით 500 მეტრია. ბაქანის სიგანე კი 12 მეტრამდეა. ხიდის ორივე ნაწილი შესულია ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში. ხიდის უფრო მაღალ საყრდენებიანი ნაწილი მდებარეობს აღმოსავლეთით. მის ქვეშ გადის მოლითი წიფის სამანქანო გზა და მდინარე ჩხერიმელა. ხიდის მეორე, შედარებით მოკლე და დაბალი ნაწილის ქვეშ, რომელიც დასავლეთითაა, გადის მდინარე ნუნისის წყალი და მოლითისა და ზვარე ნუნისის დამაკავშირებელი საავტომობილო გზა. ვიადუქს 6 თაღი ამშვენებს. კულტურული მემკვიდრეობის პორტალი დეტალურად ახასიათებს ხიდის ორივე ნაწილს. ქვის ხიდის ერთი ნაწილი მდინარე ჩხერიმელაზეა და 8 მალიანია, ხოლო იმ ადგილის მახლობლად, სადაც მდინარე ნუნისის წყალი მდინარე ჩხერიმელას უერთდება, დგას ხიდის 6 მალიანი მეორე ნაწილი. ერთობლიობაში ეს ბრწყინვალე საინჟინრო ნაგებობაა, მაღალმხატვრული სახის მქონე, დახვეწილი ოსტატობით შესრულებული, რომელიც ამასთან ერთად თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების პირობებში დღესაც სრულად აკმაყოფილებს ტექნიკურ მოთხოვნებს და მუდმივად ფუნქციონირებს. ის საკმაოდ გრძელი, შესანიშნავი პლასტიკური მრუდით აერთებს მდინარეების ძალიან მაღალ ნაპირებს. ხიდის ქვემოთ გაგანიერებული ღრმა ხეობაში ჩადგმული ბურჯების ნაპირები რუსტირებული კვადრებითაა ხაზგასმული. ნახევარწრიული თაღის ქუსლთან სამსაფეხურიანი თაროს პროფილის ირგვლივ სარტყელი შემოსდევს, ხოლო შიდა მხარეს გარკვეული შუალედით რუსტირებული ჰორიზონტალური სარტყელები დაყვება. თაღის შუა წერტილი ორსაფეხურიანი, რელიეფური საჭექი ქვითაა აღნიშნული. ზემოთ ხიდის სავალი ნაწილის ნაპირს რკინის მოაჯირის ძირში კვლავ თაროს ფორმის ორსაფეხურიანი კარნიზი მიყვება ქვემოთკენ, თაროსა და წრეთარგის პროფილიანი კრონშტეინების მკრივით. გეომეტრიული ფორმების გამომსახველება სადა და საუცხოო პროპორციით, ხაზების კრისტალური სიზუსტით და ქვის დამუშავების და წყობის მაღალი ოსტატობით წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს. ხიდი ნაგებია ადგილობრივი ჯიშის ხანდების თლილი ქვით, რუსტირებული კვადრებით, მოიპოვებენ დევის ხველის მახლობლად. ნუნისის წყალზე მდებარე ნაწილის მრუდს უფრო მეტად გამოხატული რკალით აგრძელებს მარცხენა სანაპიროს მთის ფერდის შესამაგრებლად ხიდთან ერთად აგებული საყრდენი კედელი. მას მოშორებით ებმის მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში გამართული, სვეტებზე მოწყობილი და ხეობისკენ გახსნილი გადახურვის მქონე მატარების გვირაბი. ხიდების ორივე ნაწილის კედლის დიდ სიბრტყეზე ჭადრაკულად განლაგებული სადრენაჟე ხვრელებია განთავსებული, რომლებიც ძალიან ღრმად შედის ნიადაგში და სიღრმეში ფლეთილი ქვით ჩანს ამოყვანილი. ბურჯების კუთხეები გამოკვეთილად იკითხება, ფაქტურულად დამუშავებული რუსტირების წყალობით, რაც მასიურ ხუროთმოწყურ ფორმებთან ერთად მონუმენტურ ნაგებობას ქმნის. ვიადუქზე მატარებელი აღარ გაივლის, თუმცა მისი მნიშვნელობა ამით არ მცირდება.
მან ტექნოლოგიების განვითარებას 100 წლეულის მანძილზე გაუძლო და დღესაც ერთგულად აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებს. ის რჩება როგორც საუკუნოვანი ისტორიის მემკვიდრე და ადგილი, სადაც ტექნიკა, არქიტექტურა და დრო ერთმანეთს ხვდებიან. გამოიწერეთ არხი ხარაგაული და ხარაგაულელები და დაელოდეთ მომდევნო ვიდეოს. დაგვიწერეთ კომენტარში, თუ რის შესახებ ისურვებდით ახალ ეპიზოდს. ეს არის მეხუთე ფილმი სერიიდან ამბები ხარაგაულზე. სერიის გავლილი ფილმების ნახვა შეგიძლიათ ჩვენს დასაკრავ სიაში, რომელსაც გაგიზიარებთ აღწერაში.